მაშინ, როდესაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოდის და გამუდმებით, თუმცა ძალიან აგრესიულად, მაგრამ გამუდმებით გვესაუბრება ჰუმანურობაზე. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს ამ ადამიანისთვის სად გადის ზღვარი. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც აიგრძალა საქართველოში სიკვდილით დასჯა, ამ ადამიანმა ასევე უარი განაცხადა მოსამართლის გამოცდის ჩაბარებაზე, რაც ასევე მინდა გითხრათ, რომ მაშინაც უკვე იუსტიციის მინისტრად გადასულ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის ფარგლებში იყო და მაშინ ხორციელდებოდა სასამართლო რეფორმა და გახდა სწორედ საჭირო ამ გამოცდის ჩაბარება, მაგრამ მან უარი განაცხადა გამოცდის ჩაბარებაზე და შევარდნაძის მთავრობამ უკვე ის შეაფარა პროკურატურაში, სადაც მოღვაწეობდა რამდენიმე წლის მანძილზე როგორც პროკურორი. თუმცა მის ამ საქმიანობასაც დაეწყო წერტილი ვარდების რევოლუციის შემდგომ, როდესაც ის გაათავისუფლეს თანამდებობისგან ქრთამის აღების გამო. არსებობს გარკვეული მისიებს ყოველ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია, თუმცა მე არ ვიცი დაზუსტებით, რომ ავთანდილ წულკიანი ასევე არის საინიციატივო ჯგუფის წევრი, ქართული εθნიკის საინიციატივო ჯგუფის მუშაობს სასამართლო რეფორმაზე, თუმცა არ ვარ ამაში დარწმუნებული, რომ თქმა უნდა თავისთავად იქნებოდა ძალიან შემაშფოთებელი, მაგრამ არსებითი არის ის, იღებს თუ არა თეა წულკიანი პირად რჩევებს ამ პიროვნებისგან, ადამიანისგან, რომელიც არის, როგორც აღნიშნეს, საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მოსამართლე. ძალიან საინტერესო არის ის, ხათაშორის, რომ როდესაც თეა წულკიანი მუდმივად გვესაუბრება ხოლმე ამ ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის თემაზე, ის არასოდეს საუბრობს ჩვენი ქვეყნის რა ეტაპიდან, ისტორიის რა ეტაპიდან თulis რომ უნდა აღდგეს ეს ეგრეთ წოდებული და ვითომ სამართლიანობა. და ჩვენთვის მართლა ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ის 1991-დან 1997 წლებში განსაკუთრებით და საკუთარი მამის 20 სასიკვდილო განაჩენში ვერაფერ უსამართლობას ვერ ხედავს. როგორც მოგახსენეთ, არის ძალიან ბევრი საქმე, მათ შორის ჟარდებულები, რომელიც 19 წლის, 20 წლის, 21 წლის ამ საქმეებს შორის. ეს შეგვიძლიათ უზენაესი სასამართლოს მონაცემთა ბაზაში მოიძიოთ ეს ინფორმაცია, არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. მე სწორედ აქედან ამოკრიბა ეს ინფორმაციები და ძალიან შემზარა ამ ინფორმაციამ და მინდოდა რომ საზოგადოებისთვის გამეცნო. რამდენიმე დღეში ალბათ უკვე მოგაგვიყვეთ დაწვრილებით ინფორმაციას უშუალოდ ამ საქმეებზე, უბრალოდ დღეს მინდოდა გამეზიარებინა მე თქვენთვის ის წუხილი, რომ ეს ადამიანი, რომელიც ასეთი დაბეჯითებით მუდმივად აკეთებს ესეთ განცხადებს სიძულვილის ენით გაჯერებულს, თუ ზოგადად რა კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ეს. შეიძლება ეს არის მართლაც პირადი შურისძიება და სხვა არაფერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის იძახის და კონკრეტულად ხაზს უსმენს თავის მიზნებს, იგივე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურებას და ასე შემდეგ. იუსტიციის მინისტრის განცხადებები, როდესაც ის გამოდის და კრიმინალებად და მოესწრება რაცხავს ადამიანებს, რომლის წინააღმდეგად მიმდინარეობს ის სამართლებრივი დევნა, რა თქმა უნდა ეს არის ზეგავლენის მცდელობა სასამართლოზე და ეს მართლა ერთხელ არ მოხდა, როდესაც ის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ გვაქვს საქართველოს ფარგლებში შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მაგრამ მე მგონი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იცოდნენ, რა ფასეულობები გააჩნია პიროვნებას, რომელიც პირად რჩევებს აძლევს საქართველოს იუსტიციის მინისტრს და რა შეიძლება იწვევდეს მის ასეთ დამოკიდებულებას. შეიძლება მისი რეალური პოლიტიკური мотивация არის სწორედ ეს პირადი შურისძიება.